დღეს თელავის მედია კაფეში გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით კახეთის სამოქალაქო ლიგის მიერ შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ქალთა უფლებებისა და მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ. დამსწრე საზოგადოება ასევე შეეხო გენდერული თანასწორობის საკითხებს. შეხვედრას თელაველი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. პროექტი მიმართულია ძირითადად გენდერული პრობლემების განხილვასა და მოგვარების გზებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ამ მიმართულებით. ჩემი კონკრეტული შეხვედრის თემა გახლდათ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, საქართველოში მიმდინარე ბოლო უკანასკნელი არჩევნების შედეგებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც გამოიკვეთა ამ არჩევნების შედეგად. ეს დაკავშირებული არის როგორც პოლიტიკურ ნებასთან და პოლიტიკურ რეალობასთან, ასევე ამ მრჩეველთა ქცევის ტენდენციებთან, რომელიც ხელს უშლის პრინციპში ქალთა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში. ამ დისკუსიის მიზანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ქალთა უფლებების შესახებ, მათი ჩართულობის შესახებ სამოქალაქო ცხოვრებაში და ზოგადად გენდერული თანასწორობის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ შეხვედრას ესწრებიან თელაველი ახალგაზრდები, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და საბოლოო ჯამში ამ შეხვედრების მიზანი ემსახურება სწორედ იმას, რომ მოხდეს ქალის საზოგადოებრივი როლის მხარდაჭერა და ის ფონი, რომელიც სამწუხაროდ არსებობს საქართველოში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, უფრო გაჯანსაღდეს და ქალებს მიეცეთ მეტი ჩართულობის საშუალება.